მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ტელეკომპანია ახალს და გადაცემა 20 წუთი. დღეს საკმაოდ ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანი თემა მაქვს აღებული, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა და ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო ჟურნალისტებს, მე მაინც მაინტერესებს დღეს ახალგაზრდა ჟურნალისტების ბედი, ახალგაზრდა სააგენტოების, ახლა დაარსებული ტელევიზიების, თუ რატომ იქნება ისედაც აი ამდენი მედია საშუალების პირობებში კიდევ ახალი მედია საშუალებები, რა მიზნები აქვთ და ვინაიდან თორნიკე კუჭაშვილთან ჩვენთან პოდკასტის წამყვანი არის ჩემი ახალგაზრდა კოლეგა, ამიტომ სწორედ თორნიკეთი ვიწყებ და მე ალბათ ერთად გავშლით თორნიკე ამ თემას და ყველა ჟურნალისტს მოვიყვანთ, მოვიწვევთ და ერთად ვიზრუნებთ, ვისაუბრებთ, ვიკამათებთ კიდეც, რადგანაც კამათში იშვება ჭეშმარიტება. თორნიკე, განსხვავებულ ამპლუაში ხარ, რადგანაც შენ ხარ დღეს ჩემი რესპონდენტი და მე ხა მინდა ყველას ვუთხრა, რომ შენ ხარ არა მარტო ჩვენთან პოდკასტის წამყვანი, არამედ ხარ თვითონ ორი მედია საშუალების ხელმძღვანელი. მოდი გითხარი, რომელი მედია საშუალებებია ესენი? Municipal G და Business Talk G. ესეც ანუ ორივე არის ვებგვერდი, საინფორმაციო ვებგვერდი სხვადასხვა დანიშნულებით, ოღონდ. აი, შენ თვითონ ხედავ ხო, რამდენი მედია საშუალება? ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ აი ამდენი პოლიტიკური პარტია და ამდენი მედია საშუალება, რაც საქართველოშია, მე მგონი არც ერთ ქვეყანაში არ არის ამდენი. აი, ამდენი მედია საშუალების პირობებში, თან მით უმეტეს იმ დროს, როდესაც თუ ვინმე ტელეფონი ხელში აიღო, არ ეზარება, ყველა ერქვა ჟურნალისტს, ხო? კი ბატონო. და მოდი ვთქვათ, რომ ძალიან კარგად გამოსდით, რომ სანამ თუ პირდაპირ ეთერი არ აქვს საინფორმაციო სააგენტოს, თუ პირდაპირ ეთერი არ აქვს ტელევიზიებს, სანამ ისინი მოვლენ და ამონტაჟებენ ამ კადრებს, შემდეგ ეთერში გაუშვებენ, აქციებზეა თუ რაიმე ღირსშესანიშნავ საღამოებზე არის, იქვე ტელეფონით პირდაპირ ეთერში გასული ადამიანები უფრო ჩქარ ავრცელებენ ინფორმაციას, ვიდრე ჟურნალისტები, ხო? აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით და თან იმის გათვალისწინებით, რომ ციფრულმა სამყარომ შეჭამა ყველაფერი. შენ შეიძლება გაგიგია კიდეც ეს ფრაზა, რომ ადრე ბეჭდური მედია იყო და ეს იყო პირველი მედია და ამბობდნენ, რომ აი მალე ბეჭდურ მედიას შეცვლის და ჩაანაცვლებს ტელევიზია. ახლა უკვე ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ტელევიზიაც კი, ტელევიზორს არავინ არ რთავს, ფაქტიურად ყველანი არიან სოციალურ ქსელში ორიენტირებული და ყველაფერი შეჭამა ამ სოციალურმა ქსელმა. შეჭამა გადაცემები, შეჭამა ტელევიზორის ჩართვა, გამორთვა, რაც მთავარია შეჭამა რეკლამა. და მედია, თუ ის არ არის მიკერძოებული, ფული არ აქვს. ფულის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებ. აი რამდენი მიზეზი ჩამოვთვალე, იმიტომ რომ ეს კითხვა დაგისვა. აი ყველაფერი ამის ფონზე. რატომ მოგინდა და რატომ შექმენი შენი საინფორმაციო სააგენტოები? პირველ რიგში მადლობას მოგიხდი ამ თემით დაინტერესებისთვის და ზოგადად ვიცი რომ ზრუნავ ახალგაზრდების განვითარებაზე, ჭრდილქვეშ მყოფი ახალგაზრდების განვითარებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს მიეცი ნიჭსა გზა ფართო, ხომ გაგიგია თუ ვიღაცამ რაღაცა ბიძგი არ მოგცა ამ ქვეყანაში და თუნდაც ეს ბიძგი იყოს უბრალოდ სიტყვა, უბრალოდ გულშემატკივრობა, უბრალოდ ერთი პატარა მიდი შენ გააკეთე და დანარჩენი სტიმულის მიცემა. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის. რაც შეეხება ჩემს იდეას. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ მინდოდა განსხვავებული მედიის გაკეთება, არა სტანდარტული ახალი ამბების, არამედ ისეთი ახალი ამბების, რაც რეალურად ჩვენს რეგიონებში ხდება. რეგიონში მისაწვდომობა ნაკლებია დღეს, ხო? თქვათ მე ამ სააგენტოს გაკეთებისას აღმოვაჩინე, რომ საქართველოში არსებობს სოფლები, სადაც 5-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. და ასეთი ძალიან ბევრია. აღმოვაჩინე ბალნეოლოგიური კურორტები, რომლებიც არათუ ამ კურორტის მნიშვნელობა არ ვიცით, არამედ სახელიც კი არ იცის ბევრმა ასეთი კურორტების. სწორედ ამიტომ გამიჩნდა мотиваცია, რომ იყოს პლატფორმა Municipal G, რომელიც გააერთიანებს მუნიციპალური ახალი ამბების ერთობლიობა იქნება, ერთიანი ბაზა.
მე გავაგზავნე არაერთი წერილი სხვადასხვა მუნიციპალურ ორგანოსთან შეთავაზების თაობაზე, თუმცა რამდენიმე მათგანისგან უკვე მომივიდა ოფიციალური უარი თანამშრომლობის თაობაზე. რატო? მიზეზი? მიზეზში განმარტებული იყო, რომ აღნიშნული ბაზა უკვე აქვთ დაკავებული სხვა მედია საშუალებებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი სააგენტო მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალურ ამბებს აშუქებს, ხოლო მათი სააგენტოები, რომლებიც არიან ტენდერებში გამარჯვებულები, აშუქებს ყველაფერს. ანუ მუნიციპალური, სახელმწიფო მუნიციპალური თვალსაზრისით მხოლოდ ჩემი მედია მუშაობს. და აი ამან გამოკვირვა ძალიან. თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთ-ერთი წერილის ფორმა, რომელიც მე ჩემი სააგენტოს ოფიციალურ მეილზე მივიღე, ეს იყო ახალციხის მერი ვარალამ ციკლაური, რომელმაც საკმაოდ ლოიალური მესიჯი გამომიგზავნა და ესეც ჩემთვის იყო ნიშანდობლივი, რომ მომავლისთვის ვითანამშრომლებო თქვენთან, მე ამას მოწყალების თხოვნასავით კი არ ვითხოვ. მე მუნიციპალურ ორგანოებს თავაზობ კოორდინირებულ მუშაობას. მე შემიძლია ჩემს პლატფორმაზე მათ დავუთმო თუნდაც ეთერი, თუნდაც ტექსტური ინტერვიუ, სადაც მივაწვდი ხალხის პრობლემას და ხალხს უპასუხებს. ეს თავისთვისაც მომგებიანი იქნება, რეგიონისთვისაც მომგებიანი იქნება და საერთოდაც რეგიონული საინფორმაციო ვაკუუმისთვისაც ძალიან კარგი იქნება. აბსოლუტურად გეთხოვე, იმიტომ რომ თუ რა ხდება მუნიციპალიტეტებში, ჩვენ არ ვიცით. კი არიან მედია საშუალებები, რომლებიც აშუქებენ სამთავრობო რეალიზებს, ხო? ჩვენთანაც მოდის ეს სამთავრობო რეალიზები და ჩვენათგანაც არც ჩვენ არ ფინანსებით მათგან ვარჩევთ, რომელი დავდოთ, რომელი არ დავდოთ. მაგრამ ხშირად გადამოწმებით დროს ხედავთ, რომ ეს აბსოლუტურად არ არის. ისიც რომ შეიძლება ზუსტად ჩვენში არის ჟურნალისტებში საქმე, რომ როდესაც ჩვენ სამთავრობო მედია გაწოდებს, რომ იქ გაიხსნა ქუჩა, იქ გაკეთა სანიაღვრე სისტემა. ჩვენ გქონია ასეთი შემთხვევა, რომ სოფელში სადაც სამჯერ გამოიცვალა ბარდიულები, აბსოლუტურად არ სჭირდებოდათ, არავის არ უკითხავს მაცხოვრებლისთვის თუ რა პრიორიტეტული პრობლემა ჰქონდა. ხომ არ ფიქრობ, რომ აი ასეთ შემთხვევაში, როდესაც არავინ არ მოდის თანამშრომლობაზე სიტყვაზე და ისინი თავიანთი მუნიციპალიტეტების პეიჯებზე, ვებგვერდებზე ანთავსებენ ამ ინფორმაციას, ხომ არ ფიქრობ, რომ მიდგომა უნდა შეცვალო და ურთიერთობა გქონდეს ხალხთან და შეხედო არა მარტო იმ თვალით, რომ ის რაღაცა ქუჩას ხსნის თუ ლამპიონი გამოცვალა თუ რაღაცა ეს მათ ევალებათ. და ამისთვის ჩვენ მათ მადლობა არ უნდა უთხრათ, იმიტომ ის იქ. ძალიან ისე გამომივიდა ახლა კეთი ბოდიში, რომ მე ამ იდეას, ჩემს პროექტს და იდეას ვთავაზობ მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს. მე ვთავაზობ იმიტომ მინდა რომ დააკო. მე ვთავაზობ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც ამ პროექტში ჩადებს რესურსს, ეს იქნება ძალიან მომგებიანი როგორც მათთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის. იმიტომ რომ არ არის ეს პროექტი დასაკარგი და სხვათა შორის ციფრული ეპოქაო შეიძლება ახსენებ დასაწყისში არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ რეგიონში ჯერ ისევ არ არის ესე ფართოდ გადგმული ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ და ასეთი ინფორმაციის წყაროები მათთვის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი სოფელია, სადაც ჯერ კიდე ინტერნეტი არ არის. ეს ხომ საერთოდ ეს უკვე ცალკე პრობლემაა და ცალკე კვლევას საჭიროებს. დღეს ძალიან ბევრი მედია საშუალება იქნება, წეხამთაც თქვი, ხო? ხომ არ გიფიქრია, რომ დაუშვათ რაღაცა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ მედიასთან დაამყარო ურთიერთობა, ან რაღაცა ჰოლდინგი გააკეთო, ან უბრალოდ ხომ არ დაყარე ფარხმალი და არასდროს მე შარშან ზაფხულს გაკეთდა ეს სააგენტო და მე მაშინ ჩემს სააგენტოზე დავდე სტატია ჩემი ციტატით, რომ მე მაქვს ამბიცია, რომ მუნიციპალიტეტი გახდეს რეგიონული საინფორმაციო ჰაბი საქართველოში, ანუ რეგიონული საინფორმაციო ცენტრი ერთგვარი და ასეც იქნება დარწმუნებული ვარ, მე ამის ამბიცია მაქვს, თუ იქნება დაინტერესება სიამოვნებით განვიხილავ ნებისმიერ შემოთავაზებას ნებისმიერი მედიისგან, თქვენთან უკვე თანამშრომლობ და ასეც იქნება მომავალში.
ნახოთ. ყველაფერი წინ არის. მე არ ვთვლი რომ ფარხმალი უნდა დავყარო. რამდენიმე ხანია ჩვენ ადრე გქონდა ასეთი პლატფორმა გახსნილი და სხვადასხვა მედია საშუალების ჟურნალისტები მოდიოდნენ, სხვა ტელევიზიების ჟურნალისტები და აი ესეთი ახალგაზრდული თოქ-შოუები იყო ხოლმე ჩვენს ეთერში, სადღაც 3 წლის წინ. ალბათ ძალიან მინდა რომ ახლაც მივცეთ დამწყებ ჟურნალისტებსაც იმისი საშუალება რომ თავიანთი თავის რეალიზაცია მოახდინონ, თუმცა დღეს პირველად იმიტომ გადავწყვიტე შენთან საუბარი, მე ვნახე შენი გაშუქებული პრობლემა, შენი სოფლის და მოდი მე შენ დღეს აი ამას გთავაზობ, რომ მოდი ორივე პიროვნულად კი არა, ჩვენ მივმართოთ მედია საშუალებების გავლენით მივმართოთ აი ამ მუნიციპალიტეტს და მოდი აი ტესტი ჩავატაროთ, რამდენად შევძლებთ უფრო მეტი ჩართული ადამიანი იმ პრობლემის მოგვარებას, რა პრობლემაც შენ დააყენე. და მინდა რომ ახლა კიდევ ერთხელ გაიმეორო ეს პრობლემა, ხა ჩვენი მაყურებელი ფოტოსაც ნახავს, თუ რაზე არის პრობლემა და აი რაღაც საცდელი გავაკეთოთ და თუ ჩვენ ეს ყველაფერი გამოგვივიდა, მაშინ უკვე შევთავაზოთ სხვა მედია საშუალებებსაც და შევქმნათ ერთი დიდი ქოლგა, რომელიც იქნება სხვადასხვა მედია საშუალებით დაკომპლექტებული, ოღონდ უნდა ვიმუშაოთ ხალხისთვის. უნდა ვიყოთ პრობლემებზე ორიენტირებული, მაგრამ მხოლოდ პრობლემები არ გავაშუქოთ. ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან პრობლემის გადაჭრის გზა და აი ეს გზა ვიპოვოთ, სანამ ურემი გადაგვიდება. კი ბატონო, მივმართავს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ყველა კომპეტენტურ პირს, რომელსაც ევალება და შეუძლია მოაგვაროს ტრანსპორტის პრობლემა საჩხერის რაიონის სოფელ მოხვაში, სადაც უკვე რამდენიმე წელია მოსახლეობა უტრანსპორტოდ არის, მოხუცები, პენსიონერები ვერ ახერხებენ რომ რაიონში საჩხერეში ჩავიდნენ და წამალი და პროდუქტები მოიმარაგონ. ჩემი სოფელი არის მაღალმთიანი, ძალიან ბევრი კლდე და მდინარე უნდა გაიარო რომ რაიონში ჩახვიდე, ამიტომ მათთვის ეს ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. საჩხერის რაიონი სოფელი მოხვა. კი ბატონო. მოკეთ ეს არის ჩვენი ექსპერიმენტი. ეს არ არის, იმიტომ არ ვამბობ რომ ჩემი სოფელია. ეს არის ტურისტულად ძალიან მზარდი სოფელი და ის ტურისტი იქნებ არ უნდა მანქანითასვლა დაუშვათ. აი ჩვენ ძალიან ბევრი ადგილი ვნახეთ ისეთი რომ არის მიტოვებული, არის კულტურულად ძალიან საინტერესო ისტორიული ნანგრევებია, რომელსაც მოვლა პატრონობა, მიხედვა სჭირდება და მე რას ვფიქრობ, იცით თორნიკე, შენი მუნიციპალიტეტი ზუსტად ის პლატფორმა იქნება, რომელიც ჩასაფრების პოლიტიკიდან კი არა. გინახავს დღეს ბაზარზე გამოტანილი სიმინდის ფქვილი, რომელიც წყლის წისქვილით არის დაფქვილი? ორი გინახავს ასეთი? ვიტყვით. ხო, ჩემს სოფელში ეს არის. ყველას წერია წყლის წისქვილზე დაფქვილი. ჩემს სოფელში ეს არის და ერთ-ერთი რელიკვია, რაც შეიძლება სხვა სოფლებისგან ამ სოფელს გამოარჩეს, არის საუკუნოვანი წყლის წისქვილები, ქეთი, რასაც აი არ ვიცი, ალბათ ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ძალიან ბევრ სოფელში ამაზე და ის სულ ამბობ ხოლმე თორნიკე, რომ სხვა ქვეყნები ლეგენდებს ქმნიან და ჩვენ გვაქვს ქვეყანა გვაქვს ლეგენდა და ამას მიხედვა სჭირდება და აი ამ ყველაფერს ისევ აი ასეთი გულანთებული ჟურნალისტები, ასეთი გულანთებული ადამიანები, მოქალაქეები თუ გააკეთებენ და ამათ სჭირდებათ ხელშეწყობა. აი მართლა არ არის აუცილებელი მრავალმილიონიანი რაღაცა ესეთი ტირაჟებით და აქვე მინდა აღვნიშნო ჩემი სააგენტოს რეიტინგები 1 წლის მანძილზე 10,000 უნიკალური ვიზიტორი ყავს უკვე მხოლოდ ვებგვერდს, რომ არაფერი ვთქვათ Facebook-ზე დადებულ ვიდეოებსა და სტატიების ნახვებზე. ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი ამ მოკლე დროში და უმცირესი რესურსებით არ დაგავიწყდეთ. სახლიდან მუშაობ მე, არ მაქვს იმის საშუალება, რომ თქვა ტრანსპორტირება უზრუნველყო და რეგიონში ჩავიდე და მხოლოდ ონლაინ პლატფორმის კვალობაზე ეს რეიტინგი არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. იფიქრეთ, დამიკავშირდით, მე ნებისმიერი იდეისთვის მზად ვარ. თორნიკე, აი ეხა გისმენდი და აი უნდა ვთქვა ის რაც ძალიან გულს გაატკენს შენს, მეც, ყველას, აი ის რაც ახლა შენ თქვი, რომ რეიტინგი ძალიან დიდი აქვს. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირად გამიგია ასეთი რაღაც. სულ არ აინტერესებს იმ ადამიანს, შენ მილიონი ნახვა გაქვს,
თუ ორი ნახო გაქვს. თავარია კრიშა ყავდეს. თავარია ვიღაცას უთხრას და გაგიწიოს ლობისტობა. აი ეს როცა მთავრდება, მაშინ ყველას ეშველება. მე მოვდივარ იდეით. შენ გამიხილეთ იდეა. კარგი იდეით, რომელი იდეაც ნამდვილად სჭირდებათ მუნიციპალიტეტებს. კი ბატონო. დღეს ყველანი ლაპარაკობენ, რომ მუნიციპალიტეტებში არ მუშაობენ და ჩვენ აი ვიცით დაუშვათ. თუნდაც იგივე პრეს-ცენტრების პასუხი დაგიბრუნდებით. ეს გადაცემა რა თქმა უნდა არქივში შემორჩება და მე ვამბობ რომ გავაკეთებ ისეთ პლატფორმას, სადაც მერი, გამგებელი, მაჟორიტარი თვითონვე მოიწადინებს ჩემთან მოსვლას და იფიქრებს რომ მოდი აქედან ხალხს ხმა მივაწვდით. ძალიან კარგი, ჩემო კარგო და აი ზუსტად მაგას გეუბნები რომ ჩვენ გთავაზობთ მიკროფონს ხალხის პირისპირ, შენ გაქვს შენი პლატფორმა და ერთად უფრო მეტ შევძლებთ. და ერთი რაც მინდა გითხრათ ყველა თანამდებობის პირს ძალიან ხშირად მქონია ხოლმე ასეთი შემთხვევა, როდესაც სანამ თანამდებობის პირი გახდებოდა, ის ადამიანი ჩვენ სტუდიაში იყო, ჩვენთან ერთად ნანგრევებში იყო თუ სიცივეში იყო, გადაცემაში მონაწილეობდა, მაგრამ როგორც კი რბილ სავარძელში ჩაჯდებოდა, ეს ყველაფერი ავიწყდებოდა. მუდმივი ხომ იცით რომ არაფერი არ არის და მაღლიდან ჩამოვარდნა უფრო ძალიან ადვილია ხოლმე და აი როდესაც ეს ადამიანები კი არ ფრენით კი არ ჩამოდიოდნენ, არც ხდებოდნენ, პირველი ვის ვახსენდებოდით, ვიყავით ჩვენ. და აი ახლა ზუსტად ვიცი რომ ის ადამიანებიც მისმენენ, რომლებიც დღეს მინისტრის პორტფელებით და სხვადასხვა მაღალ ჩინოსნის სავარძლებში ხართ ჩამსხდრები, ჩვენ ისევ აქ ვართ და გავად რომ მუდმივი არაფერი არ არის და თქვენც ისევ ჩვენს დონეზე დახვათ და ამიტომ აი ასეთ ახალგაზრდებს როგორიც არის თორნიკე და როგორიც არის კიდევ ბევრი ახლად შექმნილი საინფორმაციო სააგენტო, ახალი ტელევიზიები, ახალგაზრდული სისხლი და სახეები ამ ადამიანებს ნამდვილად სჭირდება თანადგომა და დახმარება და ის თქვენი ნათესავი იქნება თუ ყავის დასალევად რაღაც შტატში აყვანილი ჟურნალისტი იქნება თუ პრეს-ცენტრი, ცოტა ერთი ნაბიჯით უკან ჩაწიეთ და მართლა საქმის მკეთებელი ადამიანები წამოიყვანეთ წინ. განსაკუთრებული ხაზგასმა იმიტომ აქვს გაკეთებული შენ სააგენტოზე, რომ ზუსტად ეს არის, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ქვემოდან ზევით, ხო? და როდესაც სოფელი არის ძლიერი, ქალაქიც არის ძლიერი. დავდიოდით სოფელ, აღმოვაჩინეთ საოცარი ადგილები, საოცარი ისტორიები, საოცარი ადამიანები და ვნახეთ, რომ მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში ბევრი რაღაც არის შესაძლებელია, თუ სწორად მივაწოდებთ. თუნდაც იმ მეერს, იმ გამგებელს, ალბათ ძალიან კარგი იქნება, რომ ზუსტად დღევანდელი დღიდან მოდი ჩავატაროთ ექსპერიმენტი და დავიწყოთ შენი სოფლის პრობლემის მოგვარება. დავდგეთ ხალხის გვერდით ჟურნალისტისთვის თორნიკე გავაწლები და მიხვდები რატო გეუბნები ხალხის სიყვარულზე და თანადგომაზე დიდი არაფერი არ არის. არც ის გეგონოს რომ რომელიმე პარტიის მიკერძოებული ჟურნალისტი რო გახდეს სიტყვაზე და შენ გაგიჩნდეს რაღაცა თანხა, ის პარტია თვითონ არ უარყოფს შენთან ურთიერთობას და არ დაგივიწყებს. მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს. მამალს მესამეჯერ ყივილი არ აკადრეს და არ აცადეს ზოგიერთი ჩინოსნის დაკავებაზე. მოგეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შენი მუნიციპალიტეტის პრობლემა, რომელ პრობლემასაც აყენებს შენ და შენი სააგენტო როგორ უნდა მონახოს ახლა ჩვენმა მაყურებელმა. არაერთი პრობლემა არსებობს მუნიციპალიტეტებში, თუმცა დღეს პირველი გადაცემა იყო ამ სააგენტოს პრეზენტაციისა, ასე ვთქვათ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი სოფლის პრობლემას, ტრანსპორტის არ არსებობა, მოსახლეობა იმაზეც კი თანახმაა, რომ კვირაში 2 დღე ამოვიდეს მხოლოდ რომ მოახერხონ პროდუქტების მომარაგება, მედიკამენტების მომარაგება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ანუ ტრანსპორტზე აქ ტრანსპორტზე თანახმაა, რომ მოსახლეობა თანახმაა, რომ 2ჯერ მაინც ამოვიდეს კვირაში. მე მესმის, რომ ტრანსპორტიც გარკვეულ ხარჯებს ითვალისწინებს, მე ეს ყველაფერი კარგად მაქვს გააზრებული, თუმცა მოსახლეობა თანახმაა, რომ 2ჯერ მაინც ამოვიდეს. ხო, და როდესაც მუნიციპალიტეტებიდან ძალიან ბევრი თანხა ბრუნდება, აუთვისებელი თანხები ბრუნდება ბიუჯეტში, მაშინ მოდი ჯერ 21 საუკუნეში ტრანსპორტზე ვიყევს საუბარი. რა აუთვისებელი თანხა დაბრუნდა ბიუჯეტში და რატომ დაბრუნდა? ესე იგი, აქ ისმება კითხვა. ესე იგი, თქვენ არ იცით ხალხის პრობლემები.
ხალხის ხმას კი ვეცდებით რომ გაგაგებინოთ ჩვენ. ჩვენ უკვე ორნი ვართ და ახლა მე მინდა მოგმართოთ თქვენ, დამწყებ ჟურნალისტებს, ადამიანებს, რომლებიც ხართ ძალიან აქტიურები და ცხოვრობთ სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებში, რაიონებში. გახდით მოხალისე ჟურნალისტები. მოდით ჩვენთან და ერთად გავაშუქოთ თქვენი პრობლემები. მოგმართავთ დამწყებ ტელევიზიებს, დამწყებ საინფორმაციო საშუალებებს, ბეჭდურ მედიას განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, უკვე მოქმედ ტელევიზიებს, მოქმედ საინფორმაციო საშუალებებს. მოდით ჩვენ მაინც გავერთიანდეთ და შევქმნათ ერთი დიდი პლატფორმა, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ინტერესებს და რაც ყველაზე მთავარია, გვერდით დაუდგებით ხალხს. ისინი იტყვიან და ჩვენ ერთად ვიმოქმედოთ. ასე რომ გელოდებით, მოდით ჩვენთან, თქვით თქვენი სათქმელი, თქვენ თქვით და მე ერთად ვიმოქმედოთ.